არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ ამჟამად შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო ერთმანეთთან ძალიან მძაფრად კონკურენციაში არიან, თითქოს ზულთ კიდეც ერთმანეთი და ცივი ომის მდგომარეობაში იმყოფებიან. როგორ ფიქრობ, რომ ეს ნამდვილად ასეა? თუ ეს დადგმული თამაშია? სხვანაირად, როგორ შეიძლება შეფასდეს მეფე ჩარლზ მესამის გამოსვლა, რომელიც განვიხილეთ ამერიკის კონგრესში, თუ არა, როგორც ტრამპის ჩამოგდებისკენ მოწოდება? მან ახსენა თავისუფლებათა ქარტია, როგორც იურიდიული სისტემის საფუძველი. შეგახსენებთ, რომ ეს იყო ქარტია, რომელსაც მეფე იოანე უმიწაწყლომ ბარონების ზეწოლის ქვეშ მოაწერა ხელი. სწორედ იმ ბარონებმა წამოიწყეს სამოქალაქო ომი და ხანგრძლივი დაპირისპირების შემდეგ აიძულეს იგი ხელი მოეწერა ფეოდალური ბარონების თავისუფლებათა ქარტიაზე. და მეფე ჩარლზმაც ფაქტობრივად კონგრესს, მომავალ მოწვევას, რომელიც ნოემბერში შეიკრიბება, მსგავსი ნაბიჯისკენ მოუწოდა.